საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს თავმჯდომარე მარკ მალენმა კი 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაფასა. მალენმა მედიის წინაშე განცხადება დამოუკიდებელი ექსპერტის რანგში გააკეთა. მისი თქმით 2014 წლის არჩევნებში ყველაზე მნიშვნელოვანი პირდაპირი გზით არჩეული მერების საკითხია. ასევე მან ყურადღება პროცენტურ ბარიერზეც გაამახვილა. მალენი თვლის, რომ ხელისუფლებას გაყალბება არ უცდია. Local elections in Georgia. ეს არჩევნები საქართველოს ისტორიაში დემოკრატიული განვითარების გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯია. მახსოვს ადრე უგულავას დროს პარლამენტმა ბარიერი 30%-მდე დაწია. ეს მაშინ ცინიკური ნაბიჯი იყო უმრავლესობისგან. მათ ხელი შეუწყეს უგულავას გამარჯვებას. ამ ხელისუფლებამ კი ბარიერის აწევით დაგვანახა ის, რომ გაყალბების მცდელობა არ ყოფილა. ქართული ოცნება არის დიდი გაერთიანება. ნარმანია არ არის ენაწყლიანი მოსაუბრე, მაგრამ ის განათლებული ადამიანი. მათ შეეძლოთ სხვა კანდიდატის არჩევა, თუმცა აირჩიეს პიროვნება, რომელიც მათი აზრით უკეთესი მენეჯერი იქნება. მე მესმის რატომ აირჩიეს ის, მაგრამ ჯერ ადრეა დავასკვნათ როგორ მოქმედებს ეს ხელისუფლება. დარღვევები კი წინა არჩევნებთან შედარებით ბევრად ნაკლები იყო, მაგრამ საკმაოდ სერიოზული. შეჯამების თვალსაზრისით ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები სამართლიანი იყო.